გამარჯობა. როგორ ხართ მეგობრებო? მოდი დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბროთ ბოდო გლიმტზე. ჩემი ბოდო. ნორვეგიულად ბუდე არისო მართებული მომწერეს. მეთქი ახლა არ გაგცხოთ მატრაკვეცა მაიმუნევა. ბუდე არა. ბოდოს არასოდეს ერქმევა ბუდე. თუ მე თანხმებით გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ვიდეოს, ზარის ღილაკით ჩართეთ და დავიწყეთ. დღეს უჯარიმოდ 3 წლის გახდა. და გამოსაწერია. მართალია ვიდეოების რაოდენობით 6 თვის ვართ, მაგრამ ისე 3 წელია რა. თელმა სოფლიომ შეიყვარა ბოდო გლიმტი. ყველა სპორტული გამოცემა, ტელევიზია, სოციალური ქსელები, იუთუბერები ყველა ბოდოზე საუბრობს. სანამ სოფლიო ბოდოს აღმოაჩენდა, უჯარი მოდის თემი, უკვე წლებია ჩრდილოურ ფეხბურთს ვქრაშავთ. ბევრი გვისაუბრია ბოდოზე, კლაქსვიკის ქართული ფან-კლუბიც კი გვაქვს. დაიმახსოვრეთ ეს მომენტი. პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც სიტყვები თემი და დაქრაშვა ერთწიან დადებაში გამოიყენეს. ჩემი აზრით, ძველი თითქმის მივიწყებული სიტყვები და თანამედროვე ბარბარიზმები მაგრად უხდება ერთმანეთს. დაწერეთ კომენტარებში კიდევ რა სიტყვები ვერ წარმოგიდგენიათ ერთწიან დადებაში. შემდეგში ვაპირებ მიჯნურობა და მონეტიზაცია მოვახვედრო ერთწიან დადებაში. რატომ გადავწყვიტე ეპიზოდი მივუძღვნა ბოდო გლიმტს? არც რეალისტვის, არც ბარსელონასთვის, არც მანჩესტერისთვის, არც ერთი უცხოური კლუბისთვის არ დამითმია სრული ეპიზოდი. ბოდო გლიმტი იქნება პირველი. რატომ? ჩემი აზრით, პირველ რიგში ეს ამბავი საინტერესოა ჩვენთვის, ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის. თუ კი ამ დონის გუნდის გაკეთება შესაძლებელია ქალაქ ბოდოში, ესე იგი შესაძლებელია ყველგან. თავარია პრინციპს მივხვდეთ. რამე კი არ გადმოვაკოპიროთ ბრმად, იდეას ჩავწვდეთ. პირველ რიგში, კარგად უნდა გავიაზროთ, რამდენად არახელსაყრელი გარემოა ბოდოში ფეხბურთის განვითარებისთვის. ბოდო გლიმტი არის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე გუნდი, რომელიც ქვეყნის ჩემპიონი გამხდარა. ნორვეგიის ჩემპიონი კი არა, ზოგადად. ყველაზე ჩრდილოური გუნდია, რომელიც რომელიმე ქვეყანაში ჩემპიონი გამხდარა. წელს პირველად მოხდა ისტორიაში, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩი გაიმართა არქტიკულ წრეში. არქტიკული წრის შიგნით. ჩრდილოეთის პოლარული წრე იწყება დაახლოებით ჩრდილოეთის განედის 66 გრადუსზე და 34 წუთზე. აქედან კიდევ ჩრდილოეთითაა ბოდო. და ბარემ, მოდი აქვე გავარკვიოთ, რატომ იწყება არქტიკული წრე 66 გრადუსზე და არა სიტყვაზე წყნეთიდან. ხანდახან ხა წყნეთშიც მაგრად ცივა, ხო, ღამე განსაკუთრებით. დღეს თბილისშიც არქტიკული წრეა. აი, მაინც და მაინც აი 66-დან რატო და არა 68 გრადუსზე მაგალითად. ვიღაცები დასხდნენ და 66-ზე შეთანხმდნენ? არა. არქტიკული წრე იწყება იმ ადგილიდან, საიდანაც წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც გაქვს დღე, როცა მზე არ ჩადის და მინიმუმ ერთხელ გაქვს ისეთი დღე, როცა მზე არ ამოდის. ორივე პირობას უნდა აკმაყოფილებდე. ხანდახან მზე არ ჩადიოდეს საერთოდ და ხანდახან არ ამოდიოდეს, რომ ჩაითვალო, რომ არქტიკული წრე ხარ რა, აქედან იწყება. ბოდოში წლის განმავლობაში დაახლოებით 39 დღეა ისეთი, როცა არ ღამდება და ამდენივე, როცა არ თენდება. მიდი აბა ჩაიყვანე მანდ კაი ბრაზილიელი ფეხბურთელი. აი ნეიმარი იყიდე სიტყვაზე რა, ფული კი აქვს ნორვეგიაში, ნეიმარი ჩაიყვანე. ჩამოვიდა ნეიმარი, დაიწყო ვარჯიში თამაში, 3 გოლი გაუტანა როსენბურგს, მატჩი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ბედნიერია, ერთი სული აქვს ღამის კლუბში წავიდეს იგულავს, მაგრამ თვენახევარი არ ღამდება. ხო გაგიჟდა. თვენახევარი რომ ღამის კლუბში ვერ მიდიხარ. ტიპი ფეხით ჩამოვა სამხრეთ პოლუსამდე, უეჭველი.
ხო და ალბათ ხშირად გსმენიათ ბოდო გლიმტზე რომ საღოლ ძმაო ნორვეგიელი ფეხბურთელებით რამდენს აღწევენ. აბა კი ნორვეგიელი ფეხბურთელები განა არ უნდათ ლეგიონერები. ძალიან კარგადაც უნდათ. მაგრამ თუ ვინმეს დაითანხმებდნენ, ხო კაი სიამოვნებით იმატებდნენ ხოლმე. უბრალოდ იციან რომ ბევრ კარგ ფეხბურთელს ვერ ჩაიყვანენ, ამიტომ ძირითადად ჩრდილოელებზე აკეთებენ აქცენტს. ჩვენ კიდე კარგად ვერ ვიაზრებთ, რამდენად რთულია ეგეთ პირობებში სპორტსმენობა, პროფესიონალი სპორტსმენი რო იყო. ქალაქ ბოდოდან ჩრდილოეთ პოლუსი არის 2500 კილომეტრში. შეგახსენებთ, ადამიანი ჩრდილოეთ პოლუსზე ფიზიკურად პირველად მივიდა 1968 წელს. გადაფრენას არ ვთვლი, ფიზიკურად, აი ტანით რო ჩავიდა. ანუ ადამიანმა კოსმოს უფრო ადრე მიაღწია, ვიდრე ბოდოდან 2500 კილომეტრს. კოსმოსში გავედით ჯერ და მერე ბოდოდან ცოტა ზემოთ. და მთვარეზე ერთ დროს დავდგით. 68-69 რა. ხო და მანდ მოხერხდა და გაკეთდა კლუბი ძალიან ცოტა ბიუჯეტით, რომელიც უგებს ხანდახან სიტის, ატლეტიკოს, ინტერს გასვლას სახლში. როგორ? პირველი ნაბიჯი. ჩვენთვის პირველი ნაბიჯი ესე დავარქვათ. სკაუტინგ სისტემის აწყობა გეოგრაფიული რეალობიდან გამომდინარე. სწორად განსაზღვრეს ბაზრები, რომელსაც უნდა ემუშაონ და შეიქმნა ეგრეთ წოდებული სამშრიანი სკაუტინგ სისტემა. პირველი შრე ადგილობრივი ბაზარი. 40 დღე რო არ გითენდება და 40 დღე რო არ ღამდება. ბუნებრივია, აქცენტი არ უნდა გააკეთო იმაზე, რომ კვიპროსივით ყველას მოუნდება შენთან ცხოვრება და 20 მაგარ ლეგიონერზე ააწყო გუნდს. ამიტომ საძირკვლად გამოიყენეს ნორვეგიელი მოთამაშეები. ეს პირველი შრე სკაუტინგის. მეორე შრე. ადგილობრივ ბაზარზე მუშაობა კარგია, მაგრამ უნდა გაითვალისწინო ისიც, რომ ჰოლანდებს და ოდეგორებს არავინ გააჩერებს ნორვეგიაში, ხო? დიდარი გუნდები რო დაინაწილებენ ტალანტებს, ვინც მორჩება, იმათგან უნდა შეარჩიო შენ. ანუ შიდა ბაზრით სასწაულებს მხოლოდ შიდა ბაზრით ვერ ჩაიდენ. გჭირდება მომარაგების დამატებითი წყარო. აქ კლუბმა ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო და შევიდა დანიურ ბაზარზე. დანია სავარაუდოდ შეირჩა ორი კრიტერიუმით. ჩრდილოეთის ხალხია, მარტივად შეეგუებიან 40 დღე რო არ გაგითენდება და მეორე, სამხრეთელებივით ტექნიკურები არიან. კარგია სწრაფი ფეხბურთი, ჯეჯგვი ფეხბურთი, მაგრამ ვიღაცამ ბურთიც ხო უნდა იცოდეს. დღეს სხვანაირად შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ბოდოს არავინ მისცემდა ლაუდრუპებს და ერიქსენებს, მაგრამ დანია ტალანტების ქვეყანაა და აი მეორად ბაზარზეც, შეურაცხყოფის პონჩი არ ვამბობ, მეორად ბაზარზეც იპოვის საინტერესო მოთამაშეებს. კარგი სკაუტინგით, რა თქმა უნდა. ამჟამად 4 დანიელი ჰყავთ, ბოლო წლებში 10-ზე მეტ დანიელს უთამაშია ბოდოში. ეს მეორე შრე, რომ ადგილობრივი ბაზარი თუ ვერა, იქვე იქნებ შეავსო რა და მესამე შრე. შეიძლება ბევრს არ უნდა პოლარულ წრეში თამაში, მაგრამ ვინც ევროპაში კარიერის აწყობაზე ოცნებობს, გაიჭირვებს ცოტა ხანი ეხა. 1-2 წელი ითამაშებ შენთან, წავა კაი გუნდში, ხო? ამიტომ ხანდახან სხვა ბაზრებზეც ვეძებოთ კაი ფეხბურთელები. ეს არის მესამე შრე. თუნდაც აფრიკაში, ხო? ახლა ჩავხედოთ ბოდოს ყველაზე წარმატებულ ტრანსფერებს, ყველაზე ძვირად გაყიდულ მოთამაშეებს. პირველ ადგილზეა დანიელი ალბერტ გრონბაეკი, 5 მილიონად იყიდეს და 15 მილიონად გაყიდეს. მეორე ადგილზეა კამერუნელი ფარის მოუმბანგნა, მილიონად იყიდეს, 8 მილიონად გაყიდეს. მეოთხე ადგილზეა ნიგერიელი ვიქტორ ბონიფასი. უფასოდ მოიყვანეს, 6 მილიონად გაყიდეს. 5 ყველაზე წარმატებულ ტრანსფერში 3 ლეგიონერია, 1 დანიელი, 1 კამერუნელი, 1 ნიგერიელი. და პლუს უამრავი წარმატებული ადგილობრივი ტრანსფერი იაფადან უფასოდ მოყვანილი ნორვეგიელი და მერე 64 მილიონად გასხვისებული. მოკლედ, ეგრეთ წოდებული სამშრიანი სკაუტინგი აამუშავეს გენიალურად. პირველი შრე ადგილობრივი მეორადი ბაზარი, მეორე შრე დანიული ბაზარი, მესამე შრე ცოტ-ცოტა სხვაგანაც გავიხედოთ. წუწუნი კი არ დაიწყეს, რომ აქ ვინ ჩამოვა თუ ძმა ხარ. არსებულ რეალობას თვალი გაუსწორეს და ამ რეალობაში შექმნეს გენიალური სისტემა.
ორი არჩევანი გაქვს, როცა რეალობა არ მოგწონს. ან რეალობა უნდა შეცვალო, ამ შემთხვევაში მზე ამოიყვანო, ან ჩაიყვანო. ერთი ვარიანტი, გამოსავალი ერთი ეგა. ან მიიღო ეს რეალობა და ამ რეალობაში შექმნა მაგარი სისტემა. ბონდოს ხელმძღვანელობამ გაითავისა, რომ ეხა მზეს ვერ აიყვანდა ან ჩაიყვანდა, მოცემულობა მიიღო და ააწყო თითით საჩვენებელი სისტემა. ერთმა დიდმა ქართველმა საფეხბურთო მოღვაწემ მითხრა ადრე. იმ ბრაზილიელის და არგენტინელის ფეხბურთელობა აქ რო ჩამოვა. ეს არის თავარი განსხვავება. ამიტომ არ გვყავს ჩვენ ბოდოგლიმტი და ამიტომ ყავთ იმათ. ტვინშია ჩემი აზრით თავარი პრობლემა. ჯერ ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ საქართველოში მაგარი კლუბის გაკეთება შეიძლება, მერე უნდა დავიწყოთ სწორად მუშაობა. თუ არ გჯერა, რომ რამე გამოვა, სწორად როგორ უნდა იმუშაო? თუ იდეის თუ არ გჯერა, რა უნდა გააკეთო სწორად? ჩვენ ჯერ დაჯერების ეტაპი გვაქვს გასავლელი. ეხლა ჩვენ რო ეგეთი კლიმატი გქონდეს, წარმოგიდგენია, რას ვიწუწუნებდით, თუ აქ ვინ ჩამოვა, თუ ზბახარ და რა გუნდი უნდა გააკეთო. აქედან იწყება ყველაფერი. კიდე რა უნდა ვისწავლოთ ბოდოსგან. ბოდოგლიმტის მთავარი მწვრთნელი, კიეტილ კნუტსენი 2018 წლიდან მწვრთნის ბოდოს. მანამდე არაფერი წარმატება არ ქონია, არსად არაფრისთვის არ მიუღწევია. თავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო ბოდოგლიმტში, მაგრამ ენდნენ მის იდეებს, ენდნენ და მისი ხელმძღვანელობით მოიგეს 4-ვე ჩემპიონობა ნორვეგიის ისტორიაში და მისი მწვრთნელობით გააგიჟეს მთელი ევროპა და მსოფლიო. საქართველოში კი ქონია სეზონები, როცა სეზონის განმავლობაში ყველა გუნდმა შეცვალა მწვრთნელი მინიმუმ ერთხელ. 10-ვე. რაც მათემატიკურად არის სიგიჟე, საფეხბურთო თვალსაზრისით თავი დავანებოთ, მათემატიკურად არის სიგიჟე. როცა 10 გუნდი თამაშობს ჩემპიონატს, ვიღაც ხომ უეჭველი იქნება ბოლოზე და ვიღაც პირველზე. შანსი არა, ვიღაც კმაყოფილი უნდა იყოს მათემატიკურად. ხო, პირველზე თუ ვარ, რატო არ ხარ კმაყოფილი? რა გინდა? არა, საქართველოში შეიძლება პირველზე იყო და მაინც გაგიშვან გუნდიდან. წელს ახალი რეკორდი დავამყარეთ. წყალტუბოს სამგურალმა მწვრთნელი შეცვალა ისე, რომ ჯერ სეზონი არ დაწყებულა. ხვალ იწყება. სეზონამდე დავიწყე. ხვალ იწყება საქართველოს ჩემპიონატი და ერთი მწვრთნელი უკვე შეცვლილია. ანუ განაცუდი მწვრთნელით არის შეცვლილი, ძალიან კაი მწვრთნელი მოიყვანეს ასევე, მაგრამ ფაქტი მიდგომა არის აქ მნიშვნელოვანი რა, ანუ რა გვინდა. ესეც უნდა ვისწავლოთ ბოდოსგან. ვენდოთ ადამიანებს, მწვრთნელებს. ყველა მწვრთნელს აქვს რთული პერიოდი. ეს არის 1989 წლის საპროტესტო ბანერი. მანჩესტერ იუნაიტედის ფანები ითხოვენ ფერგიუსონის გაგდებას. მაგრამ დიდება უფალს წითელი ეშმაკების ხელმძღვანელობამ აცადა მუშაობა და მერე კი ვიცით რაც ხდებოდა შემდეგი 23 წელი. სანამ მწვრთნელს გაუშვებ, ჯერ გავარკვიოთ რატომ მოვიყვანეთ. თუ ვიცით რატომ მოვიყვანეთ, რა პროექტია, რა მიზნები დაუსახეთ, მერე ადვილია შევაფასოთ, გასაშვებია თუ არა. იმიტომ რომ სადმე სტუმრად რო ვარ, ქართულ ფეხბურთს ესასაუბროთ, ან პირად საუბრებში რო მეკითხებიან, რას ფიქრობ, გასაშვები იყო ჯემალი თბილისის ატლეტიკოდან. აი რა ვიცი, რა უნდა უპასუხო? ვიცი რატომ დაინიშნა? აბა რატო გაუშვეს ეგ როგორ უნდა ვთქვა? არც ერთ მწვრთნელზე არ გამიგია, რომ აი მოვიყვანეთ იმიტომ, რომ ეს ასე ხედავს, ესეთ ფეხბურთს აინჭებს უპირატესობას, ამდენი წელი გვაქვს გეგმაში, რომ პირველ წელს ამას ვიზამთ, მეორე და ეს თუ ვიცი და გაუშვეს, ვიტყვი, რომ აი ვერ გააკეთა და არც ის ვიცი, რომ რატო მოვიდა, წასვლაზე რა ვიცი, რატო წავიდა. ამ კაცზე ვიცი ბოდოში რისთვის დაინიშნა. და აკეთებს. ფინანსებზე გადავიდეთ. ბოდოს აღმასვლა როცა დაიწყო, 4 მილიონი ევრო ჰქონდათ წლიური ბიუჯეტი. თან ნორვეგიის ფასები და გადასახადები გაითვალისწინეთ. ეს თემა უნდა მოვკლათ ეგრევე, იმიტომ რომ
გაცილებით მეტი ფული ქონიათ და ალბათ აქვთ კიდეც ჩვენს კლუბებს ზოგს. გაცილებით რბილი საგადასახადო ტვირთის პირობებში. ანუ ფინანსებზე წუწუნი აქვე უნდა დავასრულოთ 4 მილიონი ევროთი ნორვეგიაში ყველაფერი რომ მილიარდი ღირს და გადასახადები რომ 50%-ია 4 მილიონი ევრო მანდარი აი ჩვენთან 2 მილიონი ევრო რო კონდეს კლუბს რა და მაგ ბიუჯეტით დაიწყეს და აჰა კიდევ ერთი საკითხი რაც უნდა ვისწავლოთ ჩვენი სკანდინავიელი ძმებისგან ოდესმე მაგათი წუწუნი გაგიგიათ ბოდო გლიმტის მწვრთნელისგან ან სპორტული დირექტორისგან ან ფეხბურთელებისგან ვინმესგან წუწუნი გაგიგიათ თუ იპოვით ეგეთ შემთხვევას ჩამიგდეთ ლინკი და ხმას აღარ ამოვიღებ რა არსებობს პრობლემა მუშაობენ აღმოფხვრაზე არ წუწუნებენ თქვენ ნუ წუწუნებთ სულ ნუ წუწუნებთ ყველაფერზე ნუ წუწუნებთ ხალხი არ დადის თამაშებზე სპონსორები არ არის კაი ლეგიონერი არ ჩამოდის მინდორი გახმა შეყვარებულმა მიმატოვა ძაღლს დეპრესია აქვს სულ წუწუნდი ხო სულ წუწუნებენ ნუ წუწუნებთ თქვენი საქმეა რომ ეგრე არ იყოს ანუ რასაც ამბობთ პრობლემებს თქვენი საქმეა რომ ეგრე არ იყოს ნორვეგიის მეორე ლიგიდან დაიწყეს და ინტერს უგებენ ახლა გასვლა სახლს. წუწუნით მიაღწევდნენ რამეს ან პრობლემები არ ქონიათ ამ ხნის განმავლობაში რა 40 დღე რომ არ ამოდის გაგიგიათ რომ აუ მზე არ ამოვიდა. ვინმე რამე გაუკეთა ბოდოგლიმს? არა, თავისით მიაღწიეს ყველაფერს. ესეც უნდა ვისწავლოთ ბოდოსგან და ზოგადად რომ აი წუწუნს თავი დავანებოთ. კიდე ბევრი რაღაც უნდა ვისწავლოთ. მაგრამ მოდი ჯერ ამით დავიწყოთ და მე გადავიდეთ იქ ფსიქოლოგი როგორ მუშაობს, იქ მწვრთნელი როგორ მუშაობს, რომ იქ რაღაცა თურმე წამებია დანიშნული, რომ ამდენ წამში თუ არ გააკეთებ პას, ბურთი ჩამოგერთვება და თქვა ერთმანეთში რომ თამაშობენ. ეგეთი სტილი აქვს რა, რომ აი ამდენ წამში პასი თუ არ გააკეთე, ბურთი ჩამოგართვებს მწვრთნელი და მოწინააღმდეგეს აძლევს რა, რომ ეს სწრაფად თამაში. აი ბევრი დეტალია ეხა რა. მაგრამ ნუ ჯერ მივიდე დავიწყოთ იმით, რომ აი დავიჯეროთ რომ გუნდის გაკეთება შეგვიძლია, მერე დავიწყოთ უკვე კარგი სკაუტინგი, ჩვენ ახ სამშრიანი სკაუტინგი არ დაგჭირდება, იმიტომ რომ აქ სიხარულით ჩამოდის ბევრი ქვეყნიდან ფეხბურთელი. კაი ჭამა გვაქვს, კაი კლიმატი გვაქვს, კაი რაღაცა და ახლა კამერუნიდან როჯენ. თავის დროზე ადის, თავის დროზე ჩამოდის. ხო და ჯერ დავიწყოთ ამით რა, ანუ ეს წუწუნი ამოვიღოთ, სკაუტინგი გავმართოთ, დავიჯეროთ რომ ისა რა ქვია, შეგვიძლია მწვრთნელებს ვენდოთ, მოვიფიქროთ რატო მოყავს მწვრთნელი და მე ვაცადოთ მუშაობა და აი ამით დავიწყოთ და მე ნელ-ნელა უკვე სხვა რაღაცეების მე კიდე ჩავაანალიზოთ ცალკე. მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში, რაც გაგიხარდებათ. კიდე რა ვისწავლოთ ბოდოსგან, რა ნებისმიერი რამ დაწერეთ და რენდომაიზერით გამოვავლენთ გამარჯვებულს. თქვენ მოიგებთ ბოდოს მაისურს. რომელიც არ მაქვს. მაგრამ ვიჩალიჩებ რომ ვიშოვო. ანუ თამაშდება ვალი. ბოდო გლიმტის მაისურის ვალი მექნება გამარჯვებულთან. როდის დავაბრუნებ ამ ვალს ზუსტად არ ვიცი, წლის განმავლობაში. ამ წელს არ გადაცდება. არხი გამოიწერეთ. არხი გამოიწერეთ კი არა, ისა მორჩა წილისყრა. ხო, ეგეც თქვა. ხო და ყველაზე მაგარი რა არის იცით ხალხო? წილისყრა ჩატარდა, სპორტინგს ხვდება ბოდო გლიმტი და საუბრობდით აქ რომ გაუმართლა ბოდო გლიმტი. ანუ იმ დონეზე ავიდა გუნდი რომ რა კაია ბარსას აუცდით და სპორტინგს ხვდებით და ჩემი აზრით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის შეხვდებოდა ბოდო ნებისმიერს შეუძლია მოუგოს. მე ვიქნები სპორტინგის მხარეს თუ კოჩორაშვილს ათამაშებენ, თუ არ ათამაშებენ და გაუმარჯოს ბოდო გლიმტს. იმედია ათამაშებენ თუ არა და გეგმა B გვაქვს. ეხლა ნახდათ გამოიწერეთ არხი, ვიდეო და ლაიქეთ, ზარიზღილაკი ჩართეთ და შევხვდებით მალე. მადლობა.